რაც შეეხება შემდეგ ბრძანებებს, ეს გახლავს, უნდა მივიხილოთ ფონტი და პარაგრაფ მენიუები. თუმცა მათ მიმოხილვამდე მინდა შეგახსენოთ, რომ თითოეული ბრძანებაზე მუშაობის დროს, მაუსის ისრის მიტანის დროს გამოდის ინფორმაცია, რაც წარმოადგენს ეს ბრძანება და კლავიატურის რომელი ღილაკების გამოყენებით სრულდება თითოეული მათგანი. იმისათვის, რომ ეს ბრძანებები ყოველთვის გამოჩნდეს და თქვენ შეგეძლოთ წაიკითხოთ თუ რას წარმოადგენს, ამისათვის საჭიროა გაშევიდეთ Word-ის Office button-ში, შემდეგ Word option-ში და Word option-ში იყოს გააქტიურებული და ჩანდეს popular-ში show mini toolbar on selection, რაც ნიშნავს, რომ მონიშნულის დროს გამოჩნდეს პატარა ფანჯარა, იყოს enable live preview ჩართული, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი მოქმედება online რეჟიმში გამოაჩინოს თუ რას შეასრულებს, ამას ვნახავთ ახლა და ის რომ შეგიძლიათ აქვე ფერები დააყენოთ თუ როგორი ფერები კონდეს თვითონ Office-ის პროგრამას და ჩანდეს თუ არა სწორედ ის წარწერები, რომლის გამოცაც ამ მენიუში შემოვედით. ანუ ჩანდეს თუ არა ეს ეგრეთ წოდებული screen tips და რა თქმა უნდა username-ში და initial-ში შეგიძლიათ ჩაწეროთ ის თქვენი ასე ვთქვათ სახელი, გვარი ან ორგანიზაციის დასახელება ან ასე შემდეგ. აი სწორედ რაზეა საუბარი, როგორც ხედავთ თითოეული მონიშნვის დროს გამოდის დამხმარე მენიუ. აი ამ მენიუზე საუბარი, რომ ესეც იქიდან შეგიძლიათ ჩართოთ და გქონდეთ წარმოდგენილი. რაც შეეხება შემდეგ ბრძანებას, ეს ბრძანება გახლავთ უკვე უნდა დავიწყოთ ჩვენ განხილვა font menu-ში. Font-ი როგორც უკვე მოგეხსენებათ, გახლავთ პროგრამა, რომლის უბრალოდ გახლავთ პროგრამა პრინციპში, რომლის დახმარებითაც თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ დამწერლობის ფორმები. მაგალითად, კალიბრა არის დაყენებული ამ შემთხვევაში, თუმცა კალიბრას გარდა თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ფონტი, რომელიც თქვენ გნებავთ. საკმაოდ ბევრია ჩემ შემთხვევაში ინსტალირებული, თუ თქვენ არ გაქვთ ბევრი ფონტი ინსტალირებული, შეგიძლიათ დაინსტალიროთ ისინი control panel-დან ან სხვა ხერხებითაც. მოკლედ შეგიძლიათ მოძებნოთ ფონტით, აქ ყველა ფონტი წარმოდგენილია იმ ფორმით, რა ფორმითაც დაწერდა თვითონ თავის თავს, ანუ თავის სახელს ეს ფონტი, ასე მაგალითად აი ამ ფორმით ან ამ ფორმით. როგორც ხედავთ, ნებისმიერზე მაუსის მიტანის დროს მონიშნული ტექსტი ავტომატურად იცვლის ფორმატირებას. სწორედ ამაზეა საუბარი, ეს გახლავთ live formatting-ი, ანუ უბრალოდ live preview. და ამიტომაც ჩანს ის ყველაფერი live რეჟიმში. მოდით ახლა ვნახოთ შემდეგი ბრძანება. შემდეგი ბრძანება გახლავთ ფონტის ზომის გაზრდა. ზომის გაზრდა შესაძლებელია 72-მდე, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში თუ ამ ყველაფერს ჩვენ ხელით ჩავწერთ, რა თქმა უნდა, თორე და წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა დავადგინოთ თუ რამდენი გვაქვს მაქსიმალური საშუალება ფონტზე მუშაობის. დავუშვათ, მოდით ავკრიფოთ 4000. რა თქმა უნდა, OK-ს მივცემთ და გაგვიწერს, რომ არ არის ეს შესაძლებელი. და წერს, რომ აუცილებელი უნდა იყოს 1-დან 1638-მდე. ანუ მაქსიმალური ფონტის ზომა ყოფილა 1638, ხომ ესე იგი. აქედან გამომდინარე, თუ მაგ ჩვენ დავდგებით და დავწერთ რომელიმე 1632 ფონტის ვარიანტში 128 როგორც ხედავთ, იმდენად დიდი ასოა, რომ ერთ გვერდზეც კი არ ეტევა და ანუ არც კი ჩანს ეს ასოები. რა თქმა უნდა, ეს არ არის პრაქტიკული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შესაძლებელი არის. ჩვენ შეგვიძლია მოკლედ გავზარდოთ, დავუშვათ, დავაყენოთ 16 და როგორც ხედავთ, ფონტის ზომა გაიზრდება. ამის გარდა არის შესაძლებელი ფონტის ზრდა მოცემული ზომის მიხედვით და ფონტის დაკლება მოცემული ღილაკის მიხედვით. ასევე არის ღილაკ ბრძანება, რომელიც ჩვენ უკვე წინა თავების ახსნის დროს გამოვიყენეთ, ფორმატირების მოხსნა. მაგალითად, თუ bold-ი გვაქვს, წითელი გვაქვს, თუ მონიშნულია ტექსტი, შეგვიძლია მივცეთ clear format და ის ფორმატირებას გააუქმებს. აქვე გვაქვს bold-ი, ანუ გამუქება, დახრა, ხაზის გასმა, ოღონდ ხაზის გასმის დროს თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ხაზის ვარიანტი, ან აირჩიოთ more underlines, ანუ უფრო მეტი ხაზები, ანუ აი ამ ნაწილში უფრო მეტი ხაზები შეგიძლიათ აირჩიოთ. და ასევე არის ბრძანება, რომელსაც ქვია
underline color, სადაც შეგიძლიათ მეტი ფერი აირჩიოთ კონკრეტულად რომელიმე ან more color ფუნქციიდან აირჩიოთ უფრო დეტალურად ფერები. ამ მენიუს გამოყენებაც ჩვენ უკვე ვიცით. გვაქვს ასევე ხაზის გასმა, ოღონდ ხაზი ესმევა არა ქვეშ, არამედ შუაში. გვაქვს ინდექსად წაყრება და ხარისხში აყვანა ტექსტის. ასევე შესაძლებელია უკვე აკრეფილი ტექსტის, ოღონდ ეს ინგლისურ კლავიატურაზე მუშაობს, გადაყვანა ისე რომ წინადადების პირველი ასოები დაიწყოს დიდი ზომით, ყველა ასო იყოს პატარა, ყველა ასო იყოს დიდი, ყველა ასო იყოს ყველა სიტყვა დაიწყოს დიდი ასოთი და ყველა სიტყვა იყოს დიდი ასოთი, უბრალოდ პირველი ასოები კონდეს პატარა. მოკლედ თქვენ შეგიძლიათ ეს ფორმატირება თქვენთვის სასურველ ვარიანტში შეცვალოთ. რაც შეეხება შემდეგ ბრძანებას, ეს გახლავთ უკვე ფონი, ტექსტის უშუალოდ ტექსტის ფონი, რომელსაც აირჩევთ, ან ამის გარდა გახლავთ კიდევ ბრძანება თვითონ უშუალოდ ასოების ფერების, თუ რა ფერზე გნებავთ დაწეროთ თქვენი ტექსტი. ეს ყველა ფუნქცია მოდით ახლა განვიხილოთ font menu-ში მთლიანად. ფანჯარა გამოდის font menu-ში, სადაც ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ პირველი ფონტი, მეორე, სადაც არის ჩათვლილი იტალიკი, boldi, იტალიკი, ზომები, font color, ანუ ფერი, underline სტილი, ანუ როგორი ხაზი კონდეს გასმული და რაც თავარია underline სტილს შეგიძლიათ აირჩიოთ და მისცეთ უკვე ხაზის ფერიც. აი ეს ყველაფერი preview-ის სახით აქ არის წარმოდგენილი. შეგიძლიათ იყოს ერთ ხაზ გასმული, ორ ხაზ გასმული, ზედა რეგისტრში, ქვედა რეგისტრში, ჭდილით ტექსტი, ასე ვთქვათ outline-ი, რაც ნიშნავს რომ არის ასე ვთქვათ გამოშიგნული ასოები, აი ესე მაგალითად. ამ შემთხვევაში ეს არის ამოტვიფრული და ზემოდან დასმული ასოები. Small caps ნიშნავს რომ ყველა არის დიდ ასოებად ნაჩვენები და all caps კი ყველა დიდი ასოა და თან თანაბარი სიმაღლის. Hidden text-ის მიცემის შემთხვევაში ტექსტი დაიმალება და არ გამოჩნდება. თუმცა დაბეჭდის დროს print option-ებში შეგიძლიათ მივხვდეთ რომ დამალული ტექსტის დაიბეჭდოს. Defaults რაც შეეხება ნიშნავს რომ თუ ამ რომელიმე პარამეტრს დავაყენებთ, ის საწყის პარამეტრად დაყენდება. შემდეგი ბრძანება გახლავთ character spacing-ი, სადაც თქვენ შეგიძლიათ მოუმატოთ ან პირიქით დააკლოთ და ნახავთ რომ ასოები ერთმანეთთან მჭიდროვდება ან პირიქით ფართოვდება. ასევე შესაძლებელია სიმბოლოების ზემოთ აწევა რეგისტრში ან ქვემოთ ჩამოწევა ხაზზე, როგორც თქვენ გნებავთ იმის მიხედვით. რაც შეეხება შემდეგ ბრძანებას, ეს გახლავთ უკვე paragraph menu. Paragraph menu-ში გახლავთ ტექსტის სწორება მარცხნივ, ცენტრში, მარჯვნივ და ორივე მხარეს. ასევე არის ბრძანება ხაზებს შორის ინტერვალი 1.1.15 1.9 2.2.9 და ასე შემდეგ. როგორც ხედავთ, ხაზებს შორის ადგილი იზრდება, თუმცა იქ ხაზი შექმნილი არ არის. სწორედ აი ეს გადანომბრილი რიცხვები გვაუწყობს იმას, რომ იქ ხაზი არ არის თავისუფალი და იქ ვერაფერს ვერ ჩავწერთ. რაც შეეხება შემდეგ ფუნქციას, ეს გახლავთ უკვე უშუალოდ paragraph menu. Paragraph menu-ში პირველი ბრძანება გახლავთ რომ ტექსტი იყოს დალაგებული მარცხნივ მარჯვნივ შუაში თუ ორივე მხარეს გასწორებული. აქ საუბარი გვაქვს თუ რამდენი სანტიმეტრით და როგორ დაიწყოს ხოლმე მინდვრიდან ტექსტი. მაგალითად თუ მივცემთ 3.3-ს, ის დაიწყებს მინდვრიდან 3.3-ით. აი ესე ტექსტი ნახეთ როგორ შეიწია შიგნით. და რულერზე ანუ სახაზავზე ეს ყველაფერი კარგად აისახება სწორედ აი ამ სიმბოლოებით და თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ ხელით ამოძრაოთ ისინი, პირიქით გაყვანოთ მინუსში ან დააპატარაოთ. მოდით ნახოთ ისევ paragraph menu, ასევე არის მარჯვენა მხრიდანაც და spacing-ი პირველ ხაზის შემთხვევაში და ანუ პირველი ხაზი შეიწევს შიგნით, ასე მაგალითად როგორც ხედავთ, ან მეორე ვარიანტში, როდესაც
პირიქით ყველა ხაზი რჩება შიგნით და ერთი პირველი ხაზი გამოდის გარეთ. ანალოგიურად შეგიძლიათ mirroring-ის ჩართოთ და უკვე inside და outside ფუნქცია, ანუ წიგნის აწყობის შემთხვევაში შეგიძლიათ ესენი გამოიყენოთ. თქო, საუბარია მხოლოდ ამ ნაწილზე. ეხლა გვაქვს აქვე before და after ნაწილები, სადაც თქვენ შეგიძლიათ აი ესე მაგალითად გავანულოთ და აბზაცებს შორის ადგილი არ გამოვყოთ, მაგრამ შეგვიძლია მოვუმატოთ და როგორც ხედავთ, მას ქვედა აბზაცი მოშორდა. და ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი ახალი აბზაცი გაცილებით შორიდან დაიწყება, ვიდრე ის სტანდარტულად არის ხოლმე. ასევე შეიძლება პირიქით წინ მოვაშოროთ მას რომელიმე კონკრეტული ტექსტი და იქ ცარილი ხაზები არ იქნება. რაც შეეხება line spacing-ს, ეს ჩვენ ისედაც ვიცით, ანუ უკვე სათითაოდ შეგვიძლია ავირჩიოთ რომელიმე მათგანი. აქაც გვაქვს default ღილაკი, რაც საწყის პარამეტრადაც შეიძლება ვთქვათ, რომ დაყენდება. აქ ვფიქრობ ყველაფერი გასაგებია და გადავიდეთ შემდეგ line and page break-ებში. line-ებში და page break-ებში აღსანიშნავი არის ის, რომ პირველი ფუნქცია არის ავტომატურად ყოველთვის ჩართული, რაც ნიშნავს, რომ აბზაცის გაყოფის დროს ორ გვერდს შორის არ არის მიღებული ერთი სტრიქონის არც დატოვება და არც გადატანა. ასეთ სტრიქონებს დაკიდებულებს უწოდებენ ხოლმე. ანუ შესაბამისად მისი ჩართვის შემთხვევაში მთლიანი აბზაცი უნდა გადავიდეს. მეორე ბრძანება keep with next-ი ნიშნავს, რომ მომართვა უზრუნველყოფს აბზაცების წყვილის უწყვეტ კავშირს და ჩვეულებრივ ასეთ წყვილს ქმნიან სათაური და მისი შემდგომ მომავალი ძირითადი ტექსტის აბზაცი. რაც შეეხება შემდეგს, ეს გახლავთ keep lines together, ნიშნავს, რომ ამის გააქტიურებით დაყენდება ის როდესაც აიგრძალება აბზაცების გაყოფა გვერდებს შორის და ანუ არ მოხდება მათი გაყოფა და page break-ები კი ნიშნავს, რომ აბზაცი იწყება ახალი გვერდიდან, ან ეს მომართვა იყენებს მხოლოდ მაღალი დონის განყოფილებების სათაურებისათვის, ანუ როდესაც level-ებს შევქმნით შემდგომში და სტილებს. რაც შეეხება თვითონ შემდგომ დანაწილებას, ანუ supplies line numbers და don't hibernates ნიშნავს, რომ თუ მივცეთ don't hibernates ნიშნავს, რომ ეს სიტყვები ანუ არ გაიყოფა წყვეტილი ტირით, ანუ ტირით არ გადავა და პირველი შემთხვევაში სტრიქონების ნუმერაციას იყენებენ ან პროექტების მომზადებისას, ან სხვა დანარჩენი შემთხვევებისათვის და აქედან გამომდინარე ეს ჩაირთოს თუ არ ჩაირთოს. პრინციპში ეს ბრძანებები ნაკლებად გამოიყენება ჩვეულებრივი მომხმარებლებისათვის. რაც შეეხება შემდეგ ნაწილს, ეს გახლავთ ისევ პარაგრაფის ჩანართი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მაგალითად მოვნიშნავ აბზაცს და მივცემ რაიმე ფონს. დავუშვათ ავირჩევ ფონს. ოღონდ კარგად დააკვირდით, ეს არ ნიშნავს იგივეს, რაც ნიშნავდა ეს. აქ სხვა ხდება თვითონ ასოებს შორის ფონის გაკეთება, აქ კი ხდება მთლიანად პარაგრაფზე ასოების გაკეთება. აქვე შესაძლებელია ბორდერების ჩართვა ან გამოყენება. რომელიმე თქვენთვის სასურველი ბორდერის ჩართვისას დავინახავთ შედეგს, მაგალითად outline border-ი. როგორც ხედავთ, მოდით ფერს გავაქრობ და უფრო კარგად დაინახავთ. გაკეთდა border-ი მის გარშემო. ასევე შესაძლებელია ამ ყველაფრის გამოძახება border and shading-იდან, როდესაც ჩვენ ეს მენიუ უკვე ვიცით. ოღონდ ეს მენიუ ვისწავლეთ page borders-ზე და border-შიც ანალოგიურია მენიუ, უბრალოდ აქ მას დანამატებითი არტი არ გააჩნია და არის მხოლოდ და მხოლოდ პარაგრაფისათვის. აქ კი border-ის ზომები შეგიძლიათ მიუთითოთ თუ შიგნით ტექსტი როგორ დაიწყოს და რანაირად. ასევე შესაძლებელია რომელიმე ხაზების გამორთვა ან ჩართვა და ასე შემდეგ. კარგით, აქაც გვაქვს horizontal line-ი და რა თქმა უნდა shading-ი, ანუ ფონი, რომელსაც თქვენ აირჩევთ. შეგიძლიათ ასევე აირჩიოთ ანუ პროცენტული მაჩვენებელი მისი სიმკვეთრისა და ის იქნება ან უფრო ღია, ან უფრო მუქი და ასე შემდეგ. კარგით, ამითი ამაზეც საუბარიც ამოვწურეთ
და უნდა გადავიდეთ შემდეგ თემაზე, რომელიც ნიშნავს, რომელიც გულისხმობს თვითონ არსებული ჩამონათვალის შექმნა, ტექსტის ჩამონათვალის გაკეთება და მრავალდონიანი ჩამონათვალი. მოდით ვნახოთ და დავიწყოთ ამ ჩამონათვალის შექმნა. ამისათვის მოდით გავხსნათ სრულიად ახალი დოკუმენტი Ctrl+N კლავიშის ღილაკით და დავიწყოთ შემდეგი. ავირჩიოთ პირველი მარკირების სიმბოლო, ანუ ეგრეთ წოდებული ბულეტები. ჩვენ გვაქვს ბულეტები, რომლიდანაც შეგიძლიათ რომელიმე მათგანი აირჩიოთ, ან მისცეთ Define New Bullet. Define New Bullet-ის ამორჩევის დროს გაქვთ ორი ვარიანტი. ერთ-ერთი სიმბოლოს არჩევა, სიმბოლიდან, რომელიც ჩვენ უკვე ვიცით, ან Picture-ი. Picture-ის არჩევის დროს გაიხსნება ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი უკვე რომელიმე ვარიანტი, ან მისცეთ ბრძანება იმპორტი და მიუთითოთ თქვენთვის სასურველი რომელიმე სურათი. მოდით მე სტანდარტულ ვარიანტს ავირჩევ და სტანდარტული ვარიანტი იყოს აი ესეთი წერტილი. თუ დავუშვათ ავკრებთ მაგალითად გიორგი და Enter-ს დავარტყავთ, შეიქმნება მეორე ბათანიც. თუ მეორე ბათანის შემთხვევაშიც, ანუ გვინდა რომ გავაგრძელოთ წერა, ამ შემთხვევაში ავკრიფოთ მაგალითად მიშა. დავარტყავთ Enter-ს და გამოჩნდება კიდევ ერთი. შეგვიძლია მაგალითად ავკრიფოთ კიდევ რაიმე ნებისმიერი სახელი. მაგალითად ნინო, ელენე და ასე შემდეგ. და თუ ელენეს შემდგომ აღარ მინდა ტექსტის გაგრძელება, უბრალოდ Enter-ს ვაწვევი და ან ვაკეთებ Backspace კლავიშს, რომ დაუბრუნდეს საწყის პოზიციას, ან უბრალოდ ორჯერ ჩქარა ვაკეთებ ელენე, ორჯერ ჩქარა ვაკეთებ Enter-ს და ის უბრუნდება საწყის პოზიციას. იმ შემთხვევაში თუ მე მინდა რომ გავაკეთო რაიმე იერარქიული სკალა, ამისათვის უნდა გავმოვიყენო დაქვემდებარებული ბულეტები. მოდით ვნახოთ ისე ვირჩევ ბულეტებს მაგალითად, მაგრამ არა ელენეს შემდეგ, უბრალოდ თავიდან, ახალი ხაზიდან. ვაგრძელებ და ვწერ მაგალითად CSB. წერ CSL, CSM, CST და ასე შემდეგ. მოდით თქვენ რომ არ დაიბნეთ, მე მათ შორის ხაზებს შევამცირებ. რაც შეეხება CSL-ს, მან იმიტომ დაწერა Caucasus School of Law, რომ მე autocorrect option-ში მიცემული მქონდა, რომ CSL-ის აკრეფის შემთხვევაში დაეწერა Caucasus School of Law. ამასაც ჩვენ შემდგომში უკვე ვისწავლით და გამოვიყენებთ. როგორც ხედავთ, ინტერვალები, ასე ვთქვათ, მათ შორის ჩვენ გვაქვს. და ეს ინტერვალები შეგვიძლია ესე გავაუქმოთ. თუ მე მინდა CSB-ს ქვედომენური რაღაც არის შექმნა, ამ შემთხვევაში შევაკეთებ შემდეგ რაღაცას. ერთი წუთით. აქ. აი ასე. ერთი წამით ესე. ვაკეთებ მაგალითად ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. რადგან ბაკალავრიატი და მაგისტრატურა არის ბიზნეს სკოლის შემადგენელი ნაწილები და არა ჩამონათვალის ნაწილები, Tab კლავიშით შემყავს ისინი შიგნით. და თუ ბაკალავრიატზეც არის შემადგენელი ქვეპუნქტები, მაშინ კიდევ ერთი Enter-ით, კიდევ Tab-ს ვაწვევი და ისევ შევდივარ სიღრმეში და ვწერ პირველი კურსი, ანუ კურსი ნომერი 1. თიწოთით. თავიდან გავაკეთებ, იმიტომ რომ აირია ამ დოკუმენტში რაღაცა. გავაკეთოთ ესე იგი პირველი ეს იყოს CS მოკლედ ბიზნესი, სამართალი, მედია, ტექნოლოგიები. თუ მე მინდა რომ ბიზნესის შემდგომ შევქმნა Tab-ს ვაწვევი და ეს არის ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და მაგალითად ბაკალავრიატის კიდევ შიგნით შემიძლია დავწერო პირველი კურსი, მეორე კურსი და მესამე კურსი.
თუმცა მინდა რომ რომელიმე მათგანი გამოვიტანო წინ, მაშინ ვაკეთებ შემდეგ კომბინაციას Shift Tab კლავიშით ის გამოდის წინა ეტაპზე. ეს გახდათ იმ შემთხვევაში, როდესაც გვქონდა არჩეული ბალეტები, თუმცა შეგვიძლია მოვნიშნოთ და ავირჩიოთ არა ბულეტები, არამედ ავირჩიოთ ჩამონათვალი 1, 2, 3 და ასე შემდეგ. აქ ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ რომაული, ან ინგლისური დაბოლოებით, ან ქართული დაბოლოებით, ოღონდ რა თქმა უნდა ფონტი ინგლისური, აკან ნუსხურით გამომდინარე ABG-ს მაგერად იქნება ABC და ასე შემდეგ. ან შეგიძლიათ მისცეთ define new bullet number-ი, სადაც შეგიძლიათ მიუთითოთ იგივე ფორმატირებები, მიუთითოთ ფონტი, რომელი იყოს ანუ რომელი ფონტი გამოიყენოს ამისათვის, number formatting-ის ტიპი და საიტი იყოს განთავსებული მარცხნივ თუ მარჯვნივ. ნახოთ წუთით დაველოდოთ. დიახ, აი ფონტი გამოვა, რომელსაც გნებავთ იმას აიჩეთ, ისე შესრულდება. ნახოთ ახლა ამ შემთხვევაში აი ესეთი ვარიანტი გვაქვს. როგორც ხედავთ, პირველი დონე სხვა არის, მეორე დონე სხვა არის, მესამე დონე სხვა არის. ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია დონეებზეც მუშაობა და ავირჩიოთ შესაბამისი დონეები. ესეთი დონეები, ესეთი თუ სხვა. ან change level-ის ცვლილება. მაგალითად თუ დავდგებით აი ამაზე და მიუთითებთ რომ შემიცვალოს change level-ი, გამოვალ აქედან, ავირჩევ დავუშვათ პირველ დონესთან, გამოვა რომ ეს კონკრეტული მეორე კურსი გამოვა პირველ ნაწილში. თუმცა ეს ყველაფერი ტაბითაც და shift ტაბითაც ძალიან მარტივად კეთდება. პრინციპში ამით შეიძლება ამოვწუროთ დღევანდელი ეს თემაც. ვფიქრობ ყველასთვის გასაგები იყო. კიდევ ერთხელ გაიმეორეთ, ივარჯიშეთ და მიხვალთ შედეგამდე.